შეწუხებული ვარდიო შურდო გური მაჭუდუნი შურო ვეგეცოდიო სიზმარო ქურდიდოდო ცხადო გუგო ჭყორდიო ჩქიმდა შვაში თირუნდინი სქანი ჭკუას ქორდიო კოჩი ვეგეცოდებუნი ოთურქეშე მორთიო მაგნოლიის ხე და არაჩვეულებრივი კოლხური ტიპური საცხოვრისი ოდასახლი დღეს დანიელ ფიფიას სახლ-მუზეუმია. ადამიანის, რომელიც პირველი შეეწირა 1921-24 წლების აჯანყებას. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ადამიანი წალენჯიხის და ქვეყნის ისტორიიდან ამოგვეწია და ადამიანებისთვის გაგვეცნო თუ ვინ იყო დანიელ ფიფია. და არაფერია ისეთი ხელშესახები ისტორიაში, როგორც არის მუზეუმი, ცოცხალი მუზეუმი, რომელიც ინახავს მოგონებებს, რომელიც ინახავს ფოტოებს, პირად ნივთებს და არაჩვეულებრივ წიგნს, რომელსაც ქვია ბულათეა. ბულათეა არის მეგრულენოვანი ისტორია თუ რა მოხდა 24 წლის აჯანყების დროს. ასე რომ ამ წიგნს წარმოადგენთ სწორედ 26 ივლისს 6 საათზე, როდესაც წალენჯიხელებისათვის კიდევ ერთი დანაპირები წიგნის მაღაზია გაიხსნება. არტ-მეურნეობაში ყველას გეპატიჟებით, ბჟამინოლსეთის თანდასწრებით ვისაუბროთ ლიტერატურაზე, ვისაუბროთ ადამიანებზე, რომელიც საბჭოთა ისტორიოგრაფიამ წაშალა ჩვენი ისტორიული მეხსიერებიდან. იქ იქნება არაჩვეულებრივი ყავა, ასევე დესერტი და საუბარი წერლებზე, წერლობაზე, არაჩვეულებრივ ხალხზე. ასე რომ აუცილებლად 26 ივლისს 6 საათზე არტ-მეურნეობაში წიგნის მაღაზიის გახსნაზე გეპატიჟებით, სადაც ასევე სტუმრად იქნებიან გიორგი კეკელიძე და ზვიად კვარაცხელია. ზვიად კვარაცხელია ადამიანი, რომელმაც მერიის და გია ხარჩილავას ოცნება რეალობად აქცია. მან გამოსცა წიგნი, სწორედ ბულათეა, დანიელ ფიფიას ისტორია. მე ვარ მარიამ ფიფია, დანიელ ფიფიას შთამომავალი და მამაჩემსა დანიელ ფიფია და მიხარია რომ სახლი იქცა მუზეუმად. მინდა რომ ბევრმა გაიცნოს დანიელ ფიფია ვინ არის, რაც წარმოადგენს, როგორი ადამიანია და ვის სახლშიც ჩვენ ცხოვრობთ. საბჭოთა ისტორიოგრაფიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენამდე არ მოეღწია რეალურ ისტორიას და ამ ისტორიაში იმ ადამიანებს, რომლებმაც შექმნეს სოციალური ფონი. სწორედ ასეთი იყო დანიელ ფიფია. დანიელ ფიფია, რომელიც მეგრულენოვან ლექსებს წერდა, რომელსაც ჰქონდა თავისი მკაფიოდ გამოკვეთილი სოციალური პოზიცია, ის ებრძოდა იმპერიალიზმს, ის ებრძოდა ბოლშევიკურ წყობას და სწორედ ამას შეეწირა. ამიტომ ჩვენი მიზანია ისტორიიდან ამოვწიოთ ადამიანები, რომლებიც დაკარგა საბჭოთა ისტორიოგრაფიამ, რომელიც წაშალა საბჭოთა ისტორიოგრაფიამ ჩვენი ისტორიული მეხსიერებიდან. ასეთი იყვნენ თანამედროვე ტერენტი გრანელი და დანიელ ფიფია. დიდი მადლობა დანიელ ფიფიას წარმოჩენისთვის ასეთი მასშტაბით.